დაამარცხე პლასტმასი დაბინძურება ამ სლოგანით საქართველოში გარემოს დაცვისა და მსოფლიო დღე აღინიშნა. პლასტმასის მავნე ზეგავლენის შემცირებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით არაერთი ღონისძიება გაიმართა. მათ შორის ლაგოდეხში შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა. გარემოს დაცვა გარდა ბუნების სიყვარულისა, რა თქმა უნდა, გულისხმობს ჩვენი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკის, ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელ მომავალს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით უამრავი აქტივობებს ახორციელებს სამინისტრო, როგორც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, ბიომრავალფეროვნების მოვლის შენახვის და გაფრთხილების და ასევე სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ სამინისტრო აქტიურად ახორციელებს ასოცირებით ნაკის ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის გარემოს დაცვის კომპონენტი. შესაბამისად, ეს არის ის სტანდარტი და ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მომავალი თაობის უკეთეს მომავალს, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტი ქვეყნის მდგრადი განვითარების, აგრეთვე ძალიან აქტიურად მუშაობს სამინისტრო ცნობიერების ამაღლების კუთხით, რომელიც ხელს უწყობს აგრეთვე გარემოს დაცვის კომპონენტის გაძლიერებას. გარემოს დაცვა არის არა მხოლოდ სამინისტროს, არამედ და არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ კერძო სექტორის და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის მოვალეობა. დავასუფთავეთ ჯვრის მიმდებარე ფერდობი, რომელიც ტყის მეგობრის ტყის საპროექტო ტერიტორიაა და აქ უკვე შემოდგომიდან დაიწყება მერგების დარგვის სამუშაოები და იმედი გვაქვს, რომ გაცილებით მეტი მხარდაჭერი, გაცილებით მეტი მოხალისი და ტყის მეგობარი გვეყოლება მოვა. ხორციელდება როგორც საკონსერვაციო, ასევე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის პროექტები. ჩვენ მთელი რიგ ღონისძიებებს ვახორციელებთ ასევე ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის კუთხით, ხორციელდება დაცული ტერიტორიების მონიტორინგი სმარტ პატრულირებისა და მონიტორინგის სისტემის მეშვეობით, რაც არის თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მიდგომა დაცული ტერიტორიების მონიტორინგის კუთხით, რაც ერთგვარად ხელს უწყობს როგორც ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე პატრულირების სისტემის გაუმჯობესებას დაცულ ტერიტორიებში.